ოპოზიციის მიერ ეუთოს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტისთვის გაგზავნილი წერილი პოლიტიკური შეფასებების თემაა. სამი ოპოზიციური გაერთიანების მიერ ეუთოს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტის პია კაუმასთვის გაგზავნილ წერილში აღნიშნული იყო, რომ საქართველოში დაგეგმილი ვიზიტის გადადება საუკეთესო გადაწყვეტილება იქნება იქამდე, სანამ ქართული ოცნება ახალი არჩევნების დანიშვნის და პოლიტიკური პატიმრების გათავისუფლების ვალდებულებას არ აიღებს. ეუთოს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტს მსგავსი შინაარსის ღია წერილით მიმართა პარტია გახარია საქართველოსთვის ლიდერმაც. გიორგი გახარია ვიზიტს შერჩეულ დროს შემაშფოთებელს უწოდებს და ქართული ოცნების მმართველობის ლეგიტიმაციის რისკებზეც საუბრობს. ეუთოს დელეგაციის ვიზიტი საქართველოში კონტექსტის გათვალისწინებით არის გაუგებარი, იქნებოდა გაუგებარი, იმიტომ რომ ქართული ოცნება ძირითადად ამ ყველაფერს იყენებს პროპაგანდისთვის, თითქოს და ლეგიტიმაციის მინიჭების შინაარსს ანიჭებს, რაც საკუთარ თავში არის ტყუილი, იმიტომ მათ შორის ლიდერები თუ ხელმძღვანელები სხვადასხვა ორგანიზაციებისა თუ საპარლამენტო გუნდებისა, ვინც შეიძლება ჩამოვიდეს ქვეყანაში, ჩამოდის ძალიან რადიკალური, კრიტიკული შეფასებებით, კრიტიკით ქართული ოცნების მიმართ, მაგრამ ამას უკვე აღარ აქცევს ქართული ოცნება ყურადღებას და იყენებს პროპაგანდისთვის, როგორც ქვეყნის შიგნით, ასევე ქვეყნის გარეთ, ჩვენი პარტნიორებისთვის ეს დრო არ არის კარგად შერჩეული, იმიტომ რომ აქ მთავარი საკითხები, არა ის არის, რომ ახლა რეკომენდაციები როგორ შესრულდება. მთავარი საკითხი ის არის, რომ ახალი არჩევნების დანიშნულზე უნდა იყოს მოლაპარაკება და უპირველეს ყოვლისა პოლიტიკურად მოტივირებული პატიმრობების დასრულება, იმ ადამიანების განთავისუფლება, ვინც აქციების დროს იქნა დაპატიმრებული და ზოგადად პოლიტიკური პატიმრების თემის მოხსნა. ეს არის მთავარი საკითხები და თუ ახლა ეს საკითხები არის განსახილველი და ამის გამო იგეგმება ეს ვიზიტი, მაშინ ბუნებრივია ამაზე პასუხი იქნება და ამის წინააღმდეგი არავინ არ იქნება. სხვა თვალსაზრისით, რაღაც თითქოს უბრალოდ ისე ჩამოსვლა შეხვედრები, ეს მხოლოდ მიცემს საშუალებას de facto ხელისუფლებას, რომ თითქოს არაფერი არ ხდება და ჩვეულებრივად თანამშრომლობა გრძელდება. ეს იმავე საკითხების გაგრძელება კაბინეტებში რომ დარბოდნენ ბრიუსელში და ეხოწებოდნენ რომ ვიზა ლიბერალიზაცია არ მოეცათ საქართველოსთვის, შემდეგ იგივე ხალხი დარბოდა იმავე კაბინეტებში და თხოვდნენ რომ იქნებ როგორმე კანდიდატის სტატუსი არ მიენიჭოთ თავის ვიწრო პარტიული პოლიტიკური მიზნების გამო და შემდეგ ახლა დადიან და უნდათ რომ იზოლაციაში მოაქციონ საქართველო და არა ქართული ოცნება, იმიტომ რომ ხელისუფლების იზოლაციაში მოქცევა შენი ქვეყნის იზოლაციაში მოქცევას ნიშნავს. ვისაც ეს არ ესმის, ახლა რთულია ეს აუხსნა. ეს არის ქართული ხალხის არჩევანის წინააღმდეგ წასვლა. მნიშვნელოვანია, როდესაც არჩევნების შემფასებელი მთავარი ორგანიზაციის და უმაღლესი რეპუტაციის მქონე მთავარი ორგანიზაციის საპარლამენტო დელეგაცია მის ხელმძღვანელის მეთაურობით ჩამოდის საქართველოში და შეხვდება არჩეული ლეგიტიმური ხელისუფლების წარმომადგენლებს, ისევ და ისევ რეკომენდაციის შესრულებასთან და სხვადასხვა საკითხთან სამსჯელოდ. ეს კიდევ ერთხელ ხაზს უსვამს, რომ შემდგარი არის 26 ოქტომბრის არჩევნები და ქართული ხალხის ნებას პატივს ეუთო ოდირი და შესაბამისად ჩვენს უნდა მოუწოდოთ სხვა ადამიანებს იქნებიან საქართველოს და საქართველოს ფარგლებს გარეთ რომ პატივის სცენ ქართული ხალხის არჩევანს, იმიტომ რომ ერთადერთი ვისაც შეუძლია რომ ლეგიტიმაცია მიანიჭოს ან და ამავდროულად აირჩიოს ხელისუფლება, ეს არის მხოლოდ ქართული ხალხი.